წინამდებარე სალექციო კურსი უჯრედის ბიოფიზიკა განკუთვნილია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის მაგისტრანტურის სტუდენტებისათვის. კურსის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი და მოიცავს 6 კრედიტს. კურსს უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი ნუნუ მეტრეული. კურსის მიზანია ბიოლოგიური ობიექტების ორგანიზაციის უჯრედულ დონეზე მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ბიოფიზიკური მექანიზმების გაცნობა. განხილული იქნება შემდეგი ძირითადი თემები: უჯრედი როგორც ელემენტარული ცოცხალი სისტემა. განვიხილავთ უჯრედის ულტრასტრუქტურას, მის ძირითად ფუნქციებს და თვისებებს. შემდეგი უჯრედული სისტემების შესწავლის მეთოდები. განვიხილავთ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდები, რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდი, რადიოსპექტროსკოპიის მეთოდები, გამა-რეზონანსული სპექტროსკოპიის მეთოდი, უჯრედის განლადობის შესწავლის მეთოდები, ელექტროფიზიოლოგიური მეთოდები და მოდელირების მეთოდები. შემდეგი თემა უჯრედის მემბრანული აპარატი. განხილული იქნება თანამედროვე წარმოდგენები ბიოლოგიურ მემბრანათა აგებულების შესახებ, მოდელური ლიპიდური მემბრანები, ლიპიდების ფიზიკური მდგომარეობის როლი მემბრანათა ფუნქციონირებაში, უჯრედის მექანიკური და ელექტრული თვისებები და სხვა. უჯრედთა განლადობა. აქ განხილული იქნება ნივთიერებათა ტრანსმემბრანული გადატანა, პასიური და აქტიური ტრანსპორტი, ქსოვილთა და ორგანოთა ელექტრული ველი და სხვა. მემბრანული პოტენციალები. განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსვენების მემბრანული პოტენციალი, მოქმედების პოტენციალი, აგზნების გავრცელება, ნერვული უჯრედის პასიური ელექტრული თვისებები, გავრცობადი მოქმედების პოტენციალი და სხვა. გამოყენებული იქნება შემდეგი სახის ლიტერატურა. უფრო დაწვრილებით ყოველივე ეს შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი კურსის სილაბუსში. არსებობს ბიოფიზიკის ერთმანეთისაგან განსხვავებული რამდენიმე ფორმულირება. მათი განზოგადების შედეგად შეიძლება ვთქვათ, რომ ბიოფიზიკა შეისწავლის ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური ტიპის მარტივ და ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას, რომელიც საფუძვლად უდევს ბიოლოგიურ პროცესებსა და მოვლენებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს ბიოფიზიკის მეთოდოლოგიურად დიდი მნიშვნელობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე, რომლის თანახმად ბიოლოგიური კანონები ეყრდნობა ფიზიკისა და ქიმიის ზოგად კანონზომიერებებს და მათი შემდგომი განვითარება, რამაც ევოლუციის პროცესში მატერია მიიყვანა თვისებრივად ახალი დონის ორგანიზაციამდე. კარგად მოგეხსენებათ, რომ ბიოფიზიკა კვლევის ობიექტებად იყენებს უკიდურესად განსხვავებულ ცოცხალ სისტემებს, ვირუსებიდან, ბაქტერიებიდან, მცენარეებიდან დაწყებული და უმაღლესი ცხოველებითა და ადამიანით დამთავრებული. ამასთან ფიზიკური მახასიათებლები და მოვლენები შეისწავლება ბიოლოგიური ობიექტების ორგანიზაციის ყველა დონეზე. სახელდობრ მაკრომოლეკულების, უჯრედების, ქსოვილთა, ორგანოთა, ფიზიოლოგიური სისტემებისა და უფრო რთული სისტემების, მაგალითად ერთიანი მთლიანი ორგანიზმი გარემოს დონეზე და ასე შემდეგ. თანამედროვე ბიოფიზიკის შემადგენელი ნაწილების კლასიფიკაციაც ხდება შესასწავლი ბიოლოგიური ობიექტების კვლევის დონის შესაბამისად, ან განსაზღვრული ფუნქციური სისტემებისადმი მათი კუთვნილების მიხედვით. ასეთი მიდგომით, ბიოფიზიკა იყოფა ზოგად ბიოფიზიკად, უჯრედის ბიოფიზიკად, ორგანოთა და სისტემების კერძო ბიოფიზიკად. უჯრედის ბიოფიზიკა თანამედროვე ბიოფიზიკის დიდ ნაწილს მოიცავს. ამასთან ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც შუალური პოლი ზოგად და კერძო ბიოფიზიკას შორის.
საქმე იმაშია, რომ ყველა უჯრედს აქვს როგორც ზოგადი, ისე უაღრესად სპეციალიზებული თვისებები. უჯრედის ბიოფიზიკა განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უჯრედის ულტრასტრუქტურა, მისი მემბრანული სტრუქტურების როლი, ელექტროგამტარობა, განვლადობა, ბიოპოტენციალების წარმოქმნისა და აგზნების პროცესის ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები, ციტოპლაზმის ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და სხვა. ჩვეულებრივ უჯრედს განსაზღვრავენ როგორც ელემენტარულ ცოცხალ სისტემას, რომელიც საფუძვლად უდევს ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების აგებულებას, განვითარებასა და ცხოველთმეტებას. უჯრედები არსებობს როგორც დამოუკიდებელი უჯრედული ორგანიზმები, მაგალითად ბაქტერიები, უმარტივესები და როგორც ნავარუჯრედიანი ორგანიზმების ქსოვილების შემადგენელი ელემენტები, რომლებიც ექვემდებარებიან ერთიან ბიოლოგიურ სისტემას. მრავალუჯრედიანობამ განაპირობა უჯრედის სპეციალიზაცია, მათ შორის ფუნქციების განაწილება, სხვადასხვა ტიპის უჯრედის ფორმირება. უჯრედების მორფოფუნქციური დიფერენცირების პროცესში მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ქსოვილებში ჩამოყალიბდა ისეთი ელემენტარული სტრუქტურები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ტიპიური უჯრედისაგან. ასეთი გადახრა წარიმართა როგორც გართულებისაკენ, მაგალითად მსხვილი მრავალუჯრედიანი კომპლექსები, სიმპლასტები, სინციტიუმები, პლაზმოიდები, ისე აგებულების ორგანიზაციის გამარტივებისაკენ, მაგალითად უზუმწოვრებში ბირთვს მოკლებული ერითროციტები. მორფოფუნქციური დიფერენცირების მიუხედავად, სხვადასხვა ტიპის უჯრედთა ქიმიური შედგენილობა, ფიზიკური მახასიათებლები და მათში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია. სურათზე თქვენ ხედავთ ტიპიური ცხოველური უჯრედის სქემატურ გამოსახულებას. მარჯვნივ ზოგადი სქემა, მარცხნივ ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპით მიღებული გამოსახულება. გადიდებულია 15,000-ჯერ. შემდეგ სურათზე ხედავთ ცენტრიული უჯრედის ზოგად სქემას, მარცხნივ, ხოლო მარჯვნივ ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპით მიღებულ გამოსახულებას. გადიდებულია 20,000-ჯერ. სურათზე თქვენ ხედავთ პროკარიოტული უჯრედის ზოგად სქემას და ასევე ელექტრონული მიკროსკოპით მიღებულ გამოსახულებას. გადიდებულია 46,000-ჯერ. ვინაიდან ჩვენი შესწავლის ობიექტი ამ კურსის ფარგლებში იქნება უჯრედი, მინდა გარკვეული დრო დავუთმო უჯრედს როგორც ელემენტარულ ცოცხალ სისტემას, გავიხსენოთ მისი სტრუქტურა, ძირითადი თვისებები და ფუნქციები. უჯრედი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უჯრედი ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ერთეულს წარმოადგენს. ადამიანის ორგანიზმში 100 ტრილიონი უჯრედია. ტიპიური უჯრედის ზომა დაახლოებით 10 მიკრონია, მასა კი 1 ნანოგრამია. უჯრედული თეორია 1829 წელს შლეიდერმა და შვანმა ჩამოაყალიბეს. ამ თეორიის მიხედვით ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება და მისი ცხოვრებისეული პროცესები უჯრედებში ან უჯრედების საშუალებით ხორციელდება. ყველა უჯრედი უჯრედისგან ვითარდება და ყველა უჯრედი შეიცავს მემკვიდრეობით ინფორმაციას მისი ფუნქციების რეგულირებისათვის და უჯრედების შემდეგი თაობისათვის გადასაცემად. სურათზე თქვენ ხედავთ უჯრედებს კულტურაში. კერატინი წითელფრად და დნმ მწვანედ არის შეღებილი. გავიხსენოთ უჯრედის თვისებები. ყოველ უჯრედს აქვს თვითშენარჩუნების უნარი და ამისათვის იგი იღებს გარემოდან საკვებ ნივთიერებებს. ენერგიას, ასრულებს გარკვეულ ფუნქციებს, მრავლდება და ასე შემდეგ. თითოეულ უჯრედს გააჩნია ინსტრუქციათა სრული კრებული ყველა ამ მოქმედების შესანარჩუნებლად.
შესრულებლად. უჯრედის ზოგადი თვისებებია: გამრავლება გაყოფის საშუალებით, დნმ-ის გენებში კოდირებული ფერმენტებისა და სხვა ცილების წარმოქმნა რიბოსომების და საინფორმაციო RNA-ის საშუალებით, მეტაბოლიზმი, რომელიც მოიცავს ნედლეულის შეთვისებას, მის გარდაქმნას ენერგიად და საჭირო მოლეკულებად, უჯრედის კომპონენტების აგებას, ნარჩენი მასალის გამოყოფას. უჯრედის ფუნქციონირება ორგანულ მოლეკულებში აკუმულირებული ქიმიური ენერგიის გამოთავისუფლებისა და გამოყენების უნარზეა დამოკიდებული. უჯრედის თვისებაა რეაგირება გარე და შიდა სტიმულატორებზე, როგორიცაა ტემპერატურის, pH-ის ან საკვების რაოდენობის ცვლილება. უჯრედის შიგთავსი ორმაგი ლიპიდური ფენის შემცველ მემბრანაში არის მოქცეული. გარდა ამისა, ეუკარიოტულ უჯრედებს შიდა სივრცეც მემბრანებით აქვს დაყოფილი, რაც უჯრედის შიგნით ნივთიერებათა მოძრაობის რეგულირების საშუალებას იძლევა. უჯრედის ორი ტიპი არსებობს: პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები. პროკარიოტული უჯრედები ჩვეულებრივ ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები კი, როგორც წესი, ეუკარიოტული უჯრედებისაგან შედგება. სურათზე ვხედავთ პროკარიოტულ უჯრედის სქემატურ გამოსახულებას, ხოლო შემდეგ სურათზე ეუკარიოტული უჯრედის ზოგად სქემას. ხოლო ამ სურათზე ჩვენებია ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედების შედარების სქემატური გამოსახულება. პროკარიოტები ეუკარიოტებისაგან უჯრედის ბირთვის აგებულებით განსხვავდებიან. კერძოდ, მათ ბირთვის მემბრანა არ გააჩნიათ. პროკარიოტებს აგრეთვე არ გააჩნიათ ეუკარიოტებისათვის დამახასიათებელი უჯრედის ორგანელები და სტრუქტურები, გარდა რიბოსომებისა. უჯრედის ისეთი ორგანელების ფუნქცია, როგორიცაა მიტოქონდრია, ფლოროპლასტები და გოლჯის აპარატი, პლაზმურ მემბრანას აკისრია. უმეტეს პროკარიოტებს პლაზმური მემბრანის გარდა აქვთ აგრეთვე უჯრედის კედელი. ბაქტერიებში უჯრედის კედელი პეპტიდოგლიკანისაგან შედგება. იგი გარე ზემოქმედებისაგან დამცავ დამატებით ბარიერს წარმოადგენს. კედელი უჯრედს აგრეთვე ჰიპოკენტონურ გარემოში ოსმოსური წნევის ზემოქმედების გამო გასკვდომისაგან, ანუ ციტოლიზისაგან იცავს. უჯრედის კედელი ზოგიერთ ეუკარიოტებსაც აქვთ, მაგალითად სოკოებს, მაგრამ მისი შემადგენლობა განსხვავდება. პროკარიოტული ქრომოსომა როგორც წესი წრიული მოლეკულაა. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ბირთვი პროკარიოტს არ გააჩნია, დნმ შემკრივებულია და ნუკლეოიდს წარმოქმნის. პროკარიოტული უჯრედი დნმ-ის მხოლოდ ერთ ასლს შეიცავს, ანუ იგი ჰაპლოიდური ორგანიზმია. პროკარიოტებს შეიძლება გააჩნდეთ ექსტრაქრომოსომული დნმ პლაზმიდის სახით, რომელიც ჩვეულებრივ აგრეთვე წრიულია. პლაზმიდები შეიძლება ატარებდნენ ისეთ ფუნქციას, როგორიცაა მაგალითად ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა. ეუკარიოტული უჯრედი პროკარიოტულზე ზომით 10-ჯერ დიდია, მოცულობით კი 1000-ჯერ. ძირითადი განსხვავება ეუკარიოტებსა და პროკარიოტებს შორის იმაშია, რომ ეუკარიოტული უჯრედები მემბრანით გარშემორტყმულ კომპარტებს შეიცავენ, რომელშიც სხვადასხვა მეტაბოლური რეაქციები მიმდინარეობს. ამ კომპარტმენტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია უჯრედის ბირთვი, ნუკლეუსი, რომელშიც უჯრედის დნმ-ია მოთავსებული. ეუკარიოტულ ბირთვში მოთავსებული დნმ ერთ ან რამდენიმე წრფივ მოლეკულას წარმოადგენს, რომელიც ჰისტონებზე არის მჭიდროდ დახვეული. დნმ-ს ზოგიერთი სხვა ორგანიზმად შეიცავს, მაგალითად მიტოქონდრია. ყველა უჯრედს გააჩნია მემბრანა, რომელიც გამყოფს უჯრედის შიგთავს გარე სამყაროსგან. გარდა ამისა, მემბრანა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას გარემოსა და უჯრედს შორის. მემბრანა აგრეთვე უზრუნველყოფს უჯრედის ელექტრული პოტენციალის შენარჩუნებას. უჯრედის შიგთავსი ამოვსებულია სითხით, ციტოპლაზმით,
უჯრედის ფორმის შენარჩუნებას, ორგანელების ადგილზე დამაგრებას, უჯრედის ნაწილების მოძრაობას ციტოპლაზმური ჩონჩხი უზრუნველყოფს. უჯრედი შეიცავს სხვადასხვა ფუნქციის მატარებელ ორგანელებს. პირველ რიგში ეს არის უჯრედის ბირთვი, რომელიც არის ქრომოსომების ადგილსამყოფელი. მიტოქონდრია და ქლოროპლასტები არის უჯრედის ელექტროსადგურები. ენდოპლაზმური ბადე, რომელიც წარმოადგენს სინთეზირებული ნივთიერებების სატრანსპორტო სისტემას. რიბოსომები ცილების სინთეზის დანადგარებია. ფერმენტები, რომლებიც ციტოლიზის პლაზმისათვის საშიშია, სპეციალურ ლიზოსომებში ინახება. ვაკუოლები უჯრედის საწყობია, მათში ინახება საკვები, წყალი, ნარჩენები და სხვა. ყველა უჯრედში არის მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, ანუ დნრ. უჯრედი შეიცავს აგრეთვე რიბონუკლეინის მჟავებს, რომლებიც ფერმენტების და სხვა ცილების სინთეზს უზრუნველყოფენ. ციტოპლაზმის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ნივთიერება: ცილები, ლიპიდები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, ვიტამინები, ელექტროლიტები, წყალი და სხვა. საშუალო ციტოპლაზმაში გვაქვს 75-80% წყალი, 10-20% ცილები, 2-3% ლიპიდები, 1% ნახშირწყლები და 1% მარილები და სხვა ნივთიერებები. ყველა უჯრედი შედგება სხვადასხვა ელემენტებისაგან. მასში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ჟანგბადი 70%, შემდეგ მოდის ნახშირბადი 16%, წყალბადი 9%, აზოტი 0.5%, კალციუმი 1%, ფოსფორი 0.5%, კალიუმი 0.3%, იოდი 0.1% და ასე შემდეგ. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, წყალი ყველაზე დიდი რაოდენობით არის უჯრედში, ანუ იგი მოიცავს 75-80%. წყალი უჯრედში ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს. პირველი ასრულებს ორგანული და არაორგანული ნივთიერებების გამხსნელის როლს. მეორე ასრულებს კოლოიდური სისტემების დისპერსიული გარემოს ფუნქციას. მესამე მონაწილეობს უჯრედის მეტაბოლიზმში. ნივთიერებების შემოსვლა, ქიმიური პროცესები, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გარეთ გაყვანა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს წყლის მონაწილეობით ხორციელდება. და მეოთხე მონაწილეობს თერმორეგულაციაში. წყლის მოლეკულაში სავალენტო კუთხე დაახლოებით 109 გრადუსია. ამიტომ წყლის მოლეკულა დიპოლის ხასიათს ღებულობს დიდი დიპოლური მომენტით, რომელიც განსაზღვრავს წყლის დიელექტრიკული შეღწევადობის მაღალ მნიშვნელობას. დიპოლური თვისებების გამო წყლის მოლეკულები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და ქმნიან დინამიკურ სტრუქტურას. თანამედროვე მეთოდებით დადგენილია, რომ უჯრედში წყალი იმყოფება უწყვეტად მიმდინარე მიკროფაზული გადასვლების თავისებურ მდგომარეობაში. კრისტალის სითხე კრისტალი. წყლის დიდი დიელექტრიკული შეღწევადობის უნარით აიხსნება მისი თვისება გახსნას კლარული ნივთიერებები. წყალი უჯრედში გვხვდება თავისუფალი და შეკავშირებული სახით. თავისუფალი წყალი შეადგენს 95% და გამოიყენება ძირითადად როგორც გამხსნელი და როგორც დისპერსიული ციტოპლაზმის კოლოიდური სისტემისა. შეკავშირებული წყლის მოლეკულები, რომელთა წილია მთელი წყლის 4-5%, წარმოქმნიან სუსტ კავშირებს წყალბადურსა და ვანდერვალსს. სხვადასხვა მოლეკულების, ძირითადად ცილების პოლარულ ჯგუფებთან წარმოიქმნება ამ ტიპის კავშირები. ასე მაგალითად, ცილის მოლეკულაში ყოველი ამინჯგუფი იერთებს 6 წყლის მოლეკულას. ამ მოლეკულების მოძრაობა, რა თქმა უნდა, შეზღუდულია, ისინი ვერ ასრულებენ გამხსნელის როლს სხვა ნივთიერებებისათვის. წყლის რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ცილებთან, შეიძლება განსაზღვროთ გამომშრალ ცილაზე ადსორბირებული წყლის რაოდენობის განსაზღვრით. გარდა ამისა, თერმოდინამიკური მეთოდებითაც.
უჯრედის წყალი ივსება უჯრედშორისი სითხიდან და ნაწილობრივ უჯრედში მიმდინარე ჟანგვითი პროცესების დროს მის წარმოქმნით. უჯრედიდან ცენტრიფუგირების საშუალებით ყველა ორგანელისა და ყველა ჩანართის მოცილების შემდეგ რჩება ჰომოგენური გიალოპლაზმა. ეს არის უჯრედის შიდა არე. ის წარმოადგენს მრავალფაზიან კოლოიდურ სისტემას. ციტოპლაზმის კოლოიდები ძირითადად ჰიდროფილური კოლოიდებია. ციტოპლაზმის კოლოიდური სისტემა შექმნილია რთული მაღალმოლეკულური ნაერთებით, ცილებით, პოლისაქარიდებით, ნუკლეინის მჟავებით და სხვა. ისინი გამოირჩევიან პოლიმერიზაციით. გიალოპლაზმის სტრუქტურის ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობენ ლიპიდებიც. ციტოპლაზმის კოლოიდები შეიძლება იმყოფებოდნენ ზოლის ან გელის მდგომარეობაში, რომელთა შორისაც არსებობს გარდამავალი მდგომარეობები. ციტოპლაზმაში მუდმივად მიმდინარეობს გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. გარდა ამისა, ციტოპლაზმა მუდმივად იმყოფება მოძრაობაში. ამის გამო მისი სიბლანტე მუდმივად იცვლება. დავუბრუნდეთ ისევ უჯრედის ფუნქციებს. მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმი არის უჯრედის მიერ საკვების გადამუშავების პროცესი, რომლის შედეგად უჯრედისათვის საჭირო ნივთიერებები და ენერგია წარმოიქმნება. მეტაბოლიზმის ორ ნაწილს გამოყოფენ: კატაბოლიზმი და ანაბოლიზმი. კატაბოლიზმი არის ნივთიერებათა დაშლა, მათგან ენერგიის მიღების მიზნით, ხოლო ანაბოლიზმი კი საწინააღმდეგო პროცესია, როცა ენერგია ახალი ნივთიერებების სინთეზისთვის გამოიყენება. რთული ნივთიერებების დაშლისას ენერგიის მისაღებად უჯრედში ორი განსხვავებული პროცესი გამოიყენება: გლიკოლიზი და ლიმონჟავას ციკლი. გლიკოლიზი ნივთიერების უჟანგბადოდ დაშლის პროცესია. ლიმონჟავას ციკლს კი ჟანგბადი ესაჭიროება. ლიმონჟავას ციკლი მიტოქონდრიაში მიმდინარეობს. იგი გლიკოლიზზე გაცილებით უფრო ეფექტურია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია უჯრედის ეს არის ცილის სინთეზი. ცილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედის მიერ მისი ფუნქციების შესრულებაში. ცილებს უჯრედები თავად აწარმოებენ ამინომჟავებისაგან. ცილების სინთეზი დნმ-ში კოდირებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. პროცესი ორ სტადიას მოიცავს: ტრანსკრიფციას და ტრანსლაციას. ტრანსკრიფციის დროს უჯრედის ბირთვში ხდება დნმ-ის გარკვეული მონაკვეთის გენის საფუძველზე მისი კომპლემენტარული RNA მოლეკულის სინთეზი. ამ RNA-ს საინფორმაციო RNA ეწოდება. იგი შედარებით მცირე მოლეკულაა, რომელსაც დნმ-ისგან განსხვავებით შეუძლია ბირთვის მემბრანის გადალახვა და ციტოპლაზმაში მოხვედრა. აქ იგი უკავშირდება რიბოსომებს, რომლებიც ინფორმაციულ RNA-ში ნუკლეინის მჟავების თანმიმდევრობას ამინომჟავების შესაბამის თანმიმდევრობაში გადათარგმნიან და შესაბამის ცილას წარმოქმნიან. ამ უკანასკნელ პროცესს ტრანსლაცია ეწოდება. მასში კიდევ ერთი ტიპის RNA-ები, ეგრეთ წოდებული სატრანსპორტო RNA-ები იღებენ მონაწილეობას. უჯრედის გამრავლება. უჯრედები ორად გაყოფით მრავლდება. უჯრედის მარტივ გაყოფას მიტოზს წინ უსწრებს მისი გენომის რეპლიკაცია, გაორმაგება და გაყოფა. ამის შემდეგ იყოფა ციტოპლაზმაც. არსებობს უჯრედების გაყოფის უფრო რთული მექანიზმიც, რომელიც ორგანიზმების სქესობრივი გამრავლებისას გამოიყენება. ამ შემთხვევაში დიპლოიდური უჯრედის გენომი ორმაგდება. შემდეგ კი 4 თაბარ ჰაპლოიდურ გენომად იყოფა. ასეთი გაყოფის ამ მეიოზის შედეგად წარმოქმნილი უჯრედები გამეტებს წარმოადგენენ. წყვილი გამეტის შერწყმით კი კვლავ დიპლოიდური უჯრედი ან ზიგოტა წარმოიქმნება. პერიოდს უჯრედის წარმოქმნიდან მის გაყოფამდე უჯრედის სასიცოცხლო ციკლი ეწოდება. მიტოზებს შორის პერიოდს კი ინტერფაზა. თანამედროვე ევოლუციური თეორიის მიხედვით, ბუნებრივი გარჩევა გენებს შორის ხდება. უჯრედი კი მხოლოდ მათი დამცავი გარსია. ასეთი გარსით დაცული დნმ-ის ჯაჭვები დაუცველებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არიან.
სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო უჯრედების განვითარებისა და გართულების მომძრავებელი ძალა. რაც შეეხება იმას, შესაძლებელი იყო თუ არა უჯრედის მსგავსი გარსი დნმ-ის გარშემო სპონტანურად წარმოქმნილიყო, ლაბორატორიულად ნაჩვენებია, რომ ამინმჟავებისა და ფოსფორმჟავის ნარევის გათხოვისას მართლაც წარმოიქმნება ცილოვანი მოლეკულები, რომლებიც უჯრედის მსგავს სფეროებად ჯგუფა. ამ წარმონაქმნებს უჯრედის მემბრანის ძირითადი თვისებები გააჩნიათ. სავარაუდოდ პირველი უჯრედები დედამიწაზე სწორედ ასეთი ცილოვანი გლობულები იყო, რომელიც რნმ-ის მოლეკულის გარშემო იყვნენ შეჯგუფებული. ითვლება, რომ მემბრანა უჯრედმა შემდგომ შეიძინა, როგორც კიდევ ერთი უპირატესი თვისება დნმ-ის დასაცავად. დღეს გავრცელებული თეორიით, ეუკარიოტული უჯრედი პროკარიოტული უჯრედების სიმბიოზის შედეგად წარმოიშვა. თითქმის უეჭველია, რომ დნმ-ის შემცველი ორგანელები, როგორიცაა მიტოქონდრია და ქლოროპლასტი, არქაული პროკარიოტული უჯრედისა და შესაბამისად ჟანგბადით სუნთქავი ბაქტერიის და ციანობაქტერიის თანაცხოვრების შედეგად წარმოიქმნა.